გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ახლა ძალიან მძიმე დღე არის საქართველოს ახალი ისტორიიდან გავიხსენოთ. ოკუპაციის დღე არის და უბრალოდ მინდა რომ გამოვეხმავროთ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ მაშინდელ და დღევანდელ პერიოდთან ბევრი პარალელების გავლება შეიძლება და მინდა უბრალოდ აი ისტორიის ამ მონაკვეთზე ვისაუბრო, რომელიც რატომღაც დღევანდელ დღემდე ისე დაკნინებული არც ისე შორს იყო რა, 1 საუკუნე და 2 წელი არის გასული ამ ყველაფრიდან და აი ისეთი მოკლე მახსოვრების, აი თევზის აზროვნების საზოგადოება არის საქართველოში, რომ ელემენტარულად იმასაც ვერ იხსენებენ ზუსტად რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა. არა და ეს იყო ზუსტად კატასტროფა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ამ კატასტროფას შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობა 70 წლით. ძალიან წარედ დაისაჯა საქართველო მაშინ. დაკარგა მისი ტერიტორიების თითქმის 1/13-ზე მეტი. 1/13-ზე მეტი დაკარგა. შებრუნდა ვედის კვანძი ისე გადატრიალდა, რომ სხვა იდეოლოგიას დაადგა საერთოდ და 70 წელიწადი დაკარგა თავისუფლება, 70 წლის შემდეგ მოვიპოვეთ და ეხლაც უკუღმა მივერეკებით და ვერანაირად ელემენტარულად ცნობიერება იმ დონეზე დაქვეითდა ქართულ საზოგადოებაში, რომ ელემენტარულად მტერს ვერ ვეძახით, მოყარეს ვერ ვეძახით, ვინ რა როლი ითამაშა, ეს არ გვახსოვს. და ბევრი ასე ძალიან ბევრი ნიუანსები არის, ამას ახლა საუბარი, ალბათ, ვიცი, 5 საათიანი ლექცია არ ეყოფა ამ ყველაფერს და თანაც მე არ მაქვს მაგის კომპეტენცია, რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრო, მაგრამ რაცაა ჩემი კომპეტენციით, რაც წამიკითხია, რაც მინახია, რაც გამიგია, აქედან გამომდინარე, მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბრო, ვისაც აინტერესებს ისტორიის ამ რთულ მონაკვეთზე გავისაუბრებ დღეს და ვისაც გაინტერესებს მოусმინეთ. დღეს ახლა ტელევიზიითაც გავრცელდა კადრები, გაიქცენ რა თქმა უნდა იუნკერების საფლავებზე, ნიანგის წრემლები ღვარეს კოჯორში, ოკუპაციის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აი ბატონო, გასაგები არის, ტრაგიკული თარიღია, ამ ყველაფერს თავისი აღნიშვნა უნდა და მოხსენება უნდა. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ისე ოკუპაციას უფრო ვახსენებთ და ოკუპაცია უფრო გვახსოვს, ვიდრე ჩვენი დიდი გამარჯვება, დიდგორი, რა თქმა უნდა, მე პირადად დამიჭირეს, ვისაც ახსოვს დიდგორის აღნიშვნის გამო და თურმე ბარეული დეგრადირებული იმას ამბობდა, რომ რატო აღნიშნავდიო დიდგორსო, კაცო და დატეულიყავი სახში. და იყვნენ ასულები, ახლა ნიანგის წრემლები ყარეს და ყველაზე მეტი აი პირველი ახლა ვიდეო ლაივსაც ესე ქვია, პირველი და მთავარი რაც არის ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რომლის დიდი ბაბუაც იბრძოდა აი ამ მოვლენების დროს, ის მოსახელე და მოგვარეცა ვარ. ხო, ახსენდება აი პარალელებს, ახლა უკვე სამი თაობაა გასული და მესამე თაობა ვარ და მინდა აი პარალელები გავავლო და დღევანდელ საქართველოსთან დაკავშირებით რა. პირველი და უმთავრესი რაც არის შემოკარგებო, პრობლემა იმაში არის, რომ ჩვენ ელემენტარულად ამ ოკუპაციასაც სახელს ვერ ვარქმევთ. ვერ ვარქმევთ რატო? ყველა იძახის რუსეთმა დაგვეპყრო, რუსეთმა დაგვეპყრო. გასაგებია, თქმა უნდა, ბოლშევიკურმა რუსეთმა რსფსრ-მა დაიპყრო საქართველო, მაგრამ მარტო ბოლშევიკური რუსეთი არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში და მე მაინტერესებს რატო ქვეითდება, რატო ასე დაჩლუნგებული ადამიანების ცნობიერება არც ისე დიდი ხნის წინ, თუმცა მე-20 საუკუნეში, ხო, რომელიც დოკუმენტალური არის, აბსოლუტურად ყველაფერი დოკუმენტალისტიკაც არსებობს და ახლა ჩემ გვერდზე დავდები, ვისაც აინტერესებს ნახოს. ვიდეო კადრებიც კი არის 1918-21 წლის პერიოდში. ენვერ ფაშა როგორ სტუმრობდა ოკუპირებულ ბათუმს. რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს იყო ზუსტად საბჭოთა და თურქული ოკუპაცია და ქართველები თუ ერთ მხარეს ვებრძოდით რუსეთს და რუსულ ოკუპაციას ვებრძოდით, მეორე მხარეს ვებრძოდით თურქულ ოკუპაციას, მაგრამ დღეს ამის თქმა, ამაზე საუბარი რატომღაც აი ესეთი ტაბუირებული არის და იმდენად არ შეიძლება, ხო? იმიტომ რომ დღეს რუსეთი არის მარტო ოკუპანტი და თურქეთი არის ჩვენი ძმა.
ისეთი მოყვარე და ისეთი ტკბილი და ისეთი თბილია თურმე, რომ დიდგორობის აღნიშვნას კი მე პირადად ამიკრძალეს ჩემ ქვეყანაში იმის გამო, რომ თურქებს არ წენოდა. ბათუმში, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ აზნიაშვილთან და სხვა ქართველებთან ერთად გაათავისუფლა ზუსტად რომ თურქული ოკუპაციისგან და არანაირად საბჭოთა ოკუპაციისგან, იმიტომ რომ თურქეთი უკვე ოკუპირებული ჰქონდათ კემალისტურ თურქებს. აი, უბრალოდ ისტორიული რაკურსები ავიღოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა არ დაგღლით სიმართლე გითხრათ. მაგრამ ძირითადად ვიტყვი რა, პირველ რიგში საიდან ხდება ეს ყველაფერი? ყველაფერი მოდი დავიწყოთ იქედან, რომ სამწუხაროდ ილიას მკვლელები, ილია ჭავჭავაძის მკვლელები დღეს რო ყველას ილიაზე ნიანგის ცრემლები მოდის, ზუსტად ეს ნაძირალა ქვეწარმავალი ჟორდანია და მათი ხალხი რაღაცნაირად აი არჩევნების იმიტომ არ მჯერა, მოტყუებით და აფირისტობით მოვიდა ქვეყნის სათავეში, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა საქართველოს დამოუკიდებლობა და როდესაც საბჭოთა ესა რუსეთის იმპერია დაიშალა, გერმანელებმა იძულებით გამოაცხადებიეს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათ არ აინტერესებდათ საერთოდ. ესენი იყვნენ როგორც დღევანდელი გლობალისტური ტრანსნაციონალური ძალა არის ეს ლიბერასტებიო რო ვიძახით, ხო? აი ესეთი გლობალისტური ტრანსნაციონალური ძალა იყო, რომელსაც სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც სულ ფეხებზე ეკიდათ საქართველოს დამოუკიდებლობა, მათ ჰქონდათ თავისი იდეები, ფეხებზე ეკიდათ თავიდან ბოლომდე რწმენა, ისტორია, ქრისტიანობა, წარსული და ეს ქვეწარმავალი ჟორდანია, ეს ნაძირალა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ილია ჭავჭავაძე არის ხალხის მტერი და ქვეწარმავალი, აი ასე უწოდებდა რა. და ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს ლანგარზე დადებულიც რომ მიართვან. სამწუხაროა და ბედის ირონია არის ის, რომ ზუსტად ჟორდანია, რომელიც თვითონ იყო მოწინააღმდეგე იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ყოფილიყო, მოხდა ისე ისტორიულად დაემთხვა ისე, რომ აი ეს ქვეწარმავალის ამის ხელით მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეხლა მოკლე რაკურსი რომ გავავლოთ, როგორი საქართველო იყო მაშინ 1918 წელს. 1918 წლის საქართველო ეს იყო ტერიტორიულად ბევრად დიდი, ანუ 33% ახლა დაკარგული არის იმ ყველაფრის, ანუ ტაო-კლარჯეთი საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, ლორეტ-აშირი, რომელიც სომხეთის ინგლისის წყალობით გადაცემული საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, ასევე საინგილო, ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა და ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ლაპარაკიც კი არ მაქვს შემოკარგებო, ეგ თავისთავად საქართველოს შემადგენლობაში იყო. ასევე მინდა ხაზგაზმით აღვნიშნო ის, რომ იმ პერიოდისთვის, მერე საბჭოთა პერიოდშიც საქართველო განიხილებოდა ამიერკავკასიის ცენტრალურ სახელმწიფოდ, რომელიც სახელმწიფოშიც არსებობდა ამიერკავკასიის შტაბი, ასე ჰქონდათ რუსებსაც, რუსეთის იმპერიასაც, თბილისში იყო ამიერკავკასიის შტაბი, არ იყო მარტო ამიერკავკასიის შტაბი, აქ იყო მთელი რუსეთის იმპერიის შეიარაღება, მშრალი ულუფა, უნიფორმები, ყველაფერი ეს იყო უფლის ციხის და მცხეთის საიარაღოებში ეწყო. ეწყო თავიდან ბოლომდე გავსებული იყო, რომელიც კავკასიის ფრონტს უნდა მოხმარებოდა და არა მარტო საქართველოსი, ეს იყო სომხეთის, აზერბაიჯანის სრულიად. ეხლა საქართველოს მოსახლეობა როგორი იყო, ანუ პირველი მსოფლიო ომის წყალებში წყალობით საქართველოს მოსახლეობის 200,000 ადამიანი ირიცხებოდა, ვინც პირველ მსოფლიო ომში მარტო მიიღო მონაწილეობა. ანუ გამოცდილი იყო მოსახლეობა ბრძოლისთვის. და პლუს რაც მთავარია, საქართველოს ყავდა უძლიერესი გენერალიტეტი, ну ახლა მარტო ანდრონიკაშვილი და მაზნიაშვილი რა თქმარა, რომელიც იყო მეფის რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალიტეტი. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ საქართველოს არ მართავდა ქართული ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება. რა ხმა არის მის შემოკარგებო, რა ვიცი, არ გესმით ხმა დაწერეთ თუ შეიძლება კომენტარებში, თუ ხმა არ გესმით. არ მართავდა საქართველოს ქართული ხელისუფლება, მართავდა მარიონეტული ხელისუფლება, ეს ინტერნაციონალი თავიდან ბოლომდე. და ამ ინტერნაციონალმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეკარგა დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, აი 102 წლის შემდეგაც ჩვენ ხედავთ იმას, რომ ჟორდანია, რომელიც იყო პირველი მოღალატე საქართველოსი და ქართველების, დღემდე, რა ვიცი, ლამისაა და გმირად ითვლება.
ლამისაა და არ ვიცი. რომელმაც არანაირი საშუალება არ მისცა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, როდესაც დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი, ისევე როგორც კვინიტაძე, ედიშელიძე, ისა რა ქვია, ანდრონიკაშვილი, კიდე სხვა ძალიან ბევრი გენერლები დაბრუნდნენ საქართველოში და შეუდგნენ ქართული არმიის შექმნას. აი თქვენ რომ არ ვიცი, ცუდია რომ მოსახლეობა ეს იძულებით ვისაც არ უნდა სწავლა, ეს იძულებით უნდა ასწავლოს სკოლაში. იძულებით. და ვინც ამას არ ჩააბარებს საქართველოს ახალი ისტორიის აი ამ იავარქმნილ პერიოდს, საერთოდ ატესტატი არ უნდა მიცეს სკოლის, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი საკუთარი ქვეყნის მიმართ. რაში არის ახლა საქმე, ჩემო კარგებო? საქმე იმაში არის, რომ ესენი იყვნენ თავიდან ბოლომდე სულ გაყიდული ადამიანები, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ როგორც თქვით სამშობლო და არც ამ გენერალიტეტს არ მისცეს საშუალება, იმიტომ რომ ისინი არ ენდობოდნენ შეიარაღებულ ძალებს და თვლიდნენ, რომ ესენი იყვნენ, რა ვიცი, ეროვნულობა ამათთვის იყო ყველაზე დიდი მიუღებელი რა. როდესაც წაიკითხავ უახლოესი ისტორიის, ესე იგი, აი ამ მოვლენებს დოკუმენტალურად, აი ვისაც გაინტერესებს გენერალი ანდრონიკაშვილის ჩანაწერებია, მაზნიაშვილის ჩანაწერებიც არის. ხო, აი ნახავთ რამხელა ღალატი მიმდინარეობდა. მე მიდევს ხვევით ვიდეო, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ გენერალ მაზნიაშვილთან დაკავშირებით. რომელიც იყო ერთ-ერთი წარმატებული გენერალი და რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაჭრილს იქამდე იმპერატორის ქალიშვილებიც კი უვლიდნენ, ის ადგა და დაბრუნდა სამშობლოში და ჩაიბარა. ეს კაცი იბრძოდა ხან აფხაზეთის მიმართულებაზე საქართველოს გადასარჩენად, ხან თურქებთან იბრძოდა საქართველოს გადასარჩენად, ხან სომხებთან იბრძოდა საქართველოს გადასარჩენად, ხან ბოლშევიკებს ებრძოდა საქართველოს გადასარჩენად და წარმოიდგინეთ ესეთ ადამიანს აღუძრეს საქმე, რომ რაღაცა 2 კილო თუ 3 კილო ქვილიო სახში წაიღო. აი მართლა მოღალატეებმა, აი სალომე ზურაბიშვილის წინაპრებმა და მისმა ქვეწარმავლებმა. ეხლა რაშია საქმე იცით? არ მისცეს ამ ხალხს საშუალება შეექმნათ ქართული შეიარაღებული ძალები. აი ესე მუშაობს ჰიბრიდული ომი. მოღალატეები იჯდნენ სათავეში, ისინი არანაირ საშუალებას არ აძლევდნენ საქართველოს იმისთვის, რომ ყოფილიყო ის დამოუკიდებელი და ძლიერი. ამიტომ მოხდა, რომ მოგებული ომი სომხეთთან ლამის წაგებულად ჩაითვალა და ნეიტრალიტეტი გამოცხადდა. ამის გამო მოხდა, როდესაც ქართულმა ჯარმა, როდესაც აფხაზეთიდან გაყარა ჯერ ბოლშევიკები, მერე თეთრ გვარდიელები და ქალაქი სოჩი იქნა დაბრუნებული და ინგლისი გამოვიდა, ძალიან დამპალი ისტორია აქვს ინგლისს ამ პერიოდში ნათამაშები და საერთოდ ზოგადად ევროპას საფრანგეთს ნამდვილად გამოვრიცხა ორ სიტყვა საფრანგეთსაც ვიტყვი, იმიტომ რომ საფრანგეთმა ძალიან დადებითი როლი ითამაშა იმ პერიოდში. აი ინგლისმა ითამაშა უდამპლესი როლი საქართველოს ისტორიაში. ეს იქნებოდა იმის რა ქვია, სომხეთ-საქართველოს ომი, როდესაც ნეიტრალიტეტად გამოაცხადა, ნეიტრალურად გამოაცხადებიეს ლორეტაშირის მხარე, რომელშიც შემდეგ კონფლიქტი დაიწყო. ვითომ ეთნო კონფლიქტი გაჩაღდა და საიდანაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა, ვითომ ეთნიკური უმცირესობების სომხების დასაცავად საქართველოში. ეს იყო ინგლისის თავები. ასევე ინგლისის დამსახურება იყო 1920 წელს ინგლისის გარანტორობით, როდესაც სოჭის ოლქის გადაცემის სანაცვლოდ საქართველო გამოცხადა ნეიტრალურ ქვეყანად, აღიარა რუსეთმა და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გარანტად გამოვიდა ინგლისი, რომ თუ ამ ხელშეკრულებას რაიმე დაემუქრებოდა, ინგლისს უნდა ემოქმედა, როგორც ხდება დიდი ქვეყნები, გარანტორები ამ ხელშეკრულების, მაგრამ არანაირად. მე დიპლომატიურ ჩანაწერებში არის აღმოჩენილი ის ყველაფერი, როდესაც ინგლისის ელჩი წერს ბრიტანეთს, ლონდონს, რომ ჩვენ ჯობია უთხრათ ქართველებს, რაც მათ ემუქრებათ, ვიდრე ვატყუოთ ისინი იმის გამო, რომ ჩვენი ინტერესები არის, ისტორია ამას ჩვენ არ დაგვიფასებს და ძალიან ცუდად დაგვიფასებს. რას ამ სამწუხაროდ დღევანდელ პერიოდში ისტორიას ინგლისის რაღაცა მაქინაცია კი არა, აგერ დამპყრობელი თურქეთი საერთოდ არავის არ ახსოვს. და აი ინგლისმა სხვათა შორის, როდესაც შემდეგ გააფორმა ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის შესახებ, მწვანე აუნთო ამითი საქართველოს დაპყრობას. ეს გასაგებია, მტრები არიან, მტრები იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და მუშაობდნენ ასე, მაგრამ რა ემართება საქართველოს, რა გვემართება ჩვენ, რა ემართება ქართულ არმიას, რა ემართება ესეთი ძლიერი გენერალიტეტის ხელმძღვანელობას, ხო?
აი დააკვირდით ახლა ეს ნოე რამიშვილი რო იყო კიდე ერთ-ერთი მთავარი მოღალატე, ერთ-ერთი ნაძირალა ქვეწარმავალი, რომელიც მე სტალინმა მოაკლევია სხვათა შორის საფრანგეთში და ადრე რო ჩაძაღლებულიყო უკეთესი იქნებოდა სამწუხაროდ. არ მოხერხდა ასე, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მთავრობის წევრი იყო. ყველაფერი გააკეთა აი ამ ქვეწარმავალმა ნაძირალამ იმისთვის რომ დღევანდელი დღის, ასე რომ ვთქვათ, 102 წლის წინ დღევანდელ დღეს ქართული არმია შეხვედროდა ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე. მობილიზირებული ყავდათ თავის დროზე ქართული არმია, ძალიან დიდი ძალა იყო მობილიზირებული, რომელზეც თავდასხმას ნამდვილად ვერავინ ვერ გაბედავდა და ზუსტად ნოე რამიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა დაშლა აი ამ მობილიზირებული არმიის, გაუშვეს ხალხის სახლში, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრებოდა არანაირი და როდესაც უკვე შემოიჭრა მე-11 რუსული არმია, холод მაშინ გაახსენდათ უბრალოდ ის, რომ აბა რა ვქნათ ახლაო და ახლა მიაკითხეს მაზნიაშვილს და ანდრონიკაშვილს და აი ამ ხალხს. მაგათ ვირთხობას, მაგათ ქვეწარმავლობას და მაგათ ნაძირლობას, ესე იგი ენა ვერ აღწერს რა. და პრობლემა კიდე რაში იყო, იცით ჩემო კარგებო. ამათმა ადგენდა თურქებთან, მაშინდელი ათათურქის ხელმძღვანელობასთან დაიწყეს ფლირტი. კუდის გამოფსკნა. თურქეთი, რომელიც 1918 წლიდან, როდესაც გენერალი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად იყო დანიშნული და აფხაზეთიდან დევნიდა ბოლშევიკებს, მენშევიკებს რაღა ისა თეთრგვარდიელებს, ხო რა მენშევიკებად იყვნენ, მე მგონი ესენიც. ხო, და იმ მიამბოხე ნაწილს აფხაზეთისას ამ დროს თურქეთი 1918 წელს თურქი ასკერები მაშინ აფხაზეთში დესანტი გადმოსხეს. იმიტომ რომ უამრავი დიდი დიასპორა არის აფხაზების იმაში თურქეთში და თურქეთის ყოველთვის დღესაც თვალი აქვს დასობილი აფხაზეთზე და ზურგიდან გაუმართეს ომი მაზნიაშვილს. ამას პლუს 1918 წელს შემოესიენ ბათუმს. გურიაში დიდი ომები იყო ჩოლოქთან, მაზნიაშვილმა გაანადგურა მაგათი შემოსეული ხროვა. ასევე ახალციხეში. ხო, ამდენი რაღაცები ხონდა და ესენი ეხუტებოდნენ სულში ათათურქს, რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდე არ ითვლებოდა თურქეთის ლეგიტიმურ მმართველად, იმიტომ რომ თურქეთი მომაკვდავი იმპერია იყო ოსმალეთის იმპერია, სტამბულში, ფაშა ყავდათ და ეს იყო ესეთივე უღმერთო და უჯიშო და ურჯულო, რომ ათათურქი როგორც იყო ლენინი, როგორც იყო ეს დამპალი ქვეწარმავალი ჟორდანია და ქონდათ ამათან კუდი გამოფსკნილი. ამიტომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს და მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტებს განიხილავდნენ მტრად საკუთარი ქვეყნის. დანარჩენი არ აინტერესებდათ. ამიტომ ამ ოკუპაციას საქართველო შეხვდა გარე მტრიდან და შიდა მტრიდან მაქსიმალურად განეიტრალებული და აქედან გამომდინარე მოხდა ის რაც მოხდა. აი ლექსი რო არის თოვდა და თბილისს ებურა თალხივე. ეხლა მეორე ამბავი ის თვითონ ქალაქი როგორ დახვდა, ქალაქი თბილისი როგორ დახვდა ოკუპანტებს. რაც ძალიან უმძიმთ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, იმიტომ რომ ის ქვეწარმავალი ელიტა, რომელი ქვეწარმავალი ელიტაც მაშინ საქართველოს განაგებდა და ითვლებოდა მათთან აფილირებულ ნაწილად, იმ წუთში შეეკრა ბოლშევიკებს. როგორც კი შემოვიდა მე-11 წითელი არმია თბილისში, წითელი დროშები გადმოფინეს და შეეკრნენ. ორადორი ადამიანი არის ცნობილი ისტორიაში. ეს იყო ჯავახიშვილი და ეს იყო ბარნოვი, რომლებმაც სტუდენტებსაც მოუწოდეს, რომ წასულიყვნენ, უთხრეს, რომ ჩვენ ჯავახიშვილმა უთხრა, მე თქვენი ლექტორი ვარ და ეხლა უნდა გეუბნებოდეთ, რომ თქვენ უნდა იყოთ უნივერსიტეტში ლექციებს უნდა სწავლობდეთ და მაგრამ არ არის ეხლა ეს დრო, ეხლა არის უბედურება ქვეყანა გვეღუპება და მე მოგიწოდებთ ყველამ მიიღოთ მონაწილეობა ომში. რატომ მოხდა რომ თბილისი აი ესეთი გამოცდილი სამხედროების გენერალიტეტის მიერ იქნა პრაქტიკულად მიტოვებული და აი ეს იუნკერებიო ენაზე რო აკერიათ. რატომ მოხდა 17-18 წლის ბავშვების დასაცავი კოჯორთან და ტაბახმელასთან და გმირული ბრძოლით. ამას რატო არავინ არ ამბობს? სად იყო ეს გამოცდილი არმია? სად იყო და სახში იყო გაშვებული? ეს იყო ჟორდანიას და მისი მოღალატე ქვეწარმავლების დამსახურებით.
ეხლა გადავინახოთ ეს იყო რეალობა სიმართლე არ უყვართ საქართველოში საერთოდ არ ვიცი აგერ ვიღაცა მიწერს მოაშორეთ ეს სულელი აქედანო და თავად მომცილდით ბატონო არავინ არ გაძალებთ ჩემი საუბრის მოსმენას თქვენი საუბრეთ უფრო საინტერესო ეხლა რა შეიძლება დანარჩენს ხო დანარჩენი ხა ძალიან საინტერესოდ იკვეთება ამ პერიოდისთვის ერთი მომენტი რომელიც ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ქართველს შეეძლო პატრიოტ ქართველს შეეძლო გაეკეთებია ან გაეკეთებია ისეთ სახელმწიფო მოაზროვნე ადამიანს თუმცა აი დეგოლმაც კი ვერ შეძლო შარლ დეგოლი რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ფრანგი იყო მანაც კი ვერ შეძლო ეს გაეკეთებია პირიქით დაძაბულობა ქონდა ვიშის რეჟიმთან და 1000 უბედურება იყო გულისხმობ რას როდესაც აი ამ ნაძირალა ქვეწარმავალმა სალომეს წინაპრებმა და ნოე ჟორდანიამ ილიას ზუბალაშვილების ასევე სარაჯიშვილის წვალებით შეგროვებული ქვეყნის ხაზინა მოკიდეს ხელი და გააქანეს ბათუმში და რა თქმა უნდა სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად 47 ყუთი იყო მე მგონი ოქროს ზოდები როგორც ვიცი 47 ყუთი იყო ოქროს ზოდები გააქანეს ასაცემად იმიდან ბათუმიდან ხდება ძალიან საინტერესო მომენტი. პირველ რიგში მინდა ხაზით გაუსვა ერთ რაღაცას. როგორც კი დაეცა თბილისი როგორც კი დაეცა, აი დღეს რო იძახიან. რა მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის დაცემას? კარგად დააგვირდით. დღეს რომ იძახიან, აი კიევი ვერ აიღეს, ასე ვერ აიღეს, ისე ვერ აიღეს. არ არის ეგრე. ერთ რაღაცაში არის საქმე. დედაქალაქი როდესაც დაეცემა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ომი წააგო. და როდესაც ქვეყანა ომს აგებს, მისი მეზობლები გამოხატავენ ტერიტორიულ პრეტენზიებს მის მიმართ. ზუსტად ასე იყო საქართველოს შემთხვევაში. აი ახლა კიევი რო დაცემულიყო, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ესენი ყველა გამოაცხადებდნენ თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებს უკრაინის მიმართ. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისიც, რომ პრეტენზიები არ იქნას გამოხატული და ეს მთლიანად იქნას ჩანთქმული რუსეთის იმპერიის მიერ, ზუსტად დროებით არ აღება არის აი ამ დედაქალაქის. ჩვენ შემთხვევაში როგორც ხდება, როგორც კი დაეცა დედაქალაქი, ეგრევე დაიწყო ოსმალურმა არმიამ გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე. ისტორიულ საქართველოში, რომელიც დღეს ანექსირებული არის ოსმალეთის მიერ, არტაანში, ართვინში, სადაც სხვათა შორის 2021 წელს ქართველებიდან გათავისუფლების 100 წლის თავი აღნიშნეს. მაშინ როდესაც ჩვენ დაგვიჭირეს ბათუმში რო არ აგვენიშნა დიდგორობა და გამარჯვების 100 წლის თავი იქეთკენ ართვინში აღნიშნეს ეს ქართველებიდან გათავისუფლების ზუსტად ეს 100 წლის თავი. დაიკავეს ეს ყველაფერი, მიცეს აი ამ მოღალატე ჟორდანიას იმის საშუალება, რომ ფრანგულ გემებში 5 გემი იყო სხვათა შორის, ფრანგულ გემებში ჩაილაგებიათ ყველაფერი და წადი რა, მოცილდი აქაობასო რა, მორჩი, შენ ბილეთზე გაყიდე სამშობლო, მიგაკ ყველაფერი საქართველოსდან და მოცილდი გადაშენდი აქედან რა და სამშობლო დაგვიტოვე ჩვენო. საინტერესო მომენტი არის ფრანგულ ფლოტთან მიმართებაშიც რა. ერთადერთი ქვეყანა იყო იმ პერიოდისთვის, როდესაც ბოლშევიკები მარტო ლორეს მხრიდან არ შემოსულან საქართველოში შემოიჭრენ, ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან შემოიჭრენ, აფხაზეთის მხრიდან, მამისონიდან გადმოვიდნენ, ყაზბეგიდან, ქედან და აფხაზეთის მიმართულებაზე ზუსტად რომ ფრანგული ფლოტი ვიკეთებდა საცეცხლე მხარდაჭერას და საარტილერიო ცეცხლით მეხმარებოდა, რომ შეჩერებულიყო ბოლშევიკების წინსვლა. ცალკე საინტერესო თემა არის. სარკოზი, როდესაც იყო ჩამოსული თბილისში, მაშინ განაცხადა, რომ საფრანგეთს და საქართველოს სისხლიანი ისტორია აკავშირებდა და მათ შორის იგულისხმებოდა ეგ მომენტიც. ძალიან საინტერესო მომენტი არის სხვათა შორის. და როდესაც მისცეს მაზნიაშვილს რაღა, როდესაც მისცეს ამ მოღალატეებს ქვეყნის დატოვების საშუალება, თავისთავად დაიკავეს ეგრევე ბათუმი და ამ დროს ხდება ესეთი ვარიანტი, რომ ბოლშევიკები და მენშევიკები, იქაც ქართველები, არა ქართველებიც, მაგრამ ქართველი ბოლშევიკებიც და ასე შემდეგ ერთმანეთს გურიაში ებრძვიან და ამ დროს ოსმალებს დაკავებული აქვს აჭარა.
თუმცა ბათუმი ითვლებოდა ბათუმს ახლა ლენინი და ბოლშევიკები განიხილავდნენ ერთ-ერთ სტრატეგიულ საყრდენ პუნქტად. თავის დროზე სხვათა შორის ინგლისიც ითხოვდა, რომ 1977 წლამდე აჭარა დარჩენილიყო, ეს ინგლისური ოკუპაცია ცალკე იყო აჭარის ინტერვენტთა ჯარები. რომ დარჩენილიყო ბრიტანეთის შემადგენლობაში ყოფილიყო ქალაქი, აი ეს როგორცა სინგაპური და ესენი, თუმცა უარი უთხრეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ახვია ინგლისმაც და ავიდნენ იქედან. ანუ აჭარის სტრატეგიული დანიშნულება ძალიან კარგად იცოდნენ ბოლშევიკებმა და ზუსტად მაშინ უკავშირდება ჯერ ვიღაც ამხანაგი და მერე უკავშირდება ორჯონიკიძე უშუალოდ გენერალ მაზნიაშვილს და ეუბნება, რომ შენო ესე იგიო მენშევიკების გენერალო, შენო კანონგარეშე იყავიო და დახვრეტის გლის ბილეთი იყო გაცემული შენ დასახვრეტათო, მაგრამ აჭარა არისო გადასარჩენიო და კეთილი ინებეო და იბრძოლეო, არ ჩაუგდო ხელშიო თურქებს აჭარაო და ჩვენო ბოლშევიკურ ჯარსაცო მოგახმართო და ბოლშევიკების ჯარის სარდლად დაგნიშნავთ. წარმოიდგინე. ანუ არმია, რომელიც 1 საათის წინ ერთ-მეორეს ებრძოდა, მენშევიკები და ბოლშევიკები, რომელსაც სარდლობდა მაზნიაშვილი. თავაზობენ, რომ ხალხი, რომელიც ერთმანეთს ესროდნენ დღეს, გააერთიანა, რომ ჯერ როგორ შეიძლება ხომ მტრებიდან ერთმანეთის მსროლელებიდან დააკომპლექტო ერთმანეთის მტრებიდან ერთი გაერთიანებული არმია და ამ გაერთიანებული არმიით ებრძოლო ისეთ ძლიერ იმპერიას, როგორც იყო ოსმალეთის იმპერია. ნაშთები თუნდაც ქემალისტები. და მაშინ უთხრა ის ცნობილი ლეგენდარული სიტყვები მაზნიაშვილმა, მე არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი ვარ, მე საქართველოს გენერალი ვარო და ალბათ პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ მოინახება, როდესაც ამ ადამიანმა შეუძლებელი შეძლო. გააერთიანა ბოლშევიკები, გააერთიანა მენშევიკები და ამ გაერთიანებული არმიით სხვათა შორის საინტერესო არის, რომ ციხე აიღო ბათუმში, სადაც ბოლშევიკი ტყვეები იყვნენ, იქიდან გამოიხსნა და ჯარში ჩაწერა. სოფელ დაიარა აჭარაში, რომ მოეძებნა ხალხი, ვინ იცოდა არტილერია, ვინ იცოდა სროლა. ამ დროს გავეშებული ოსმალეთის იმპერია გვებრძოდა ხელიდან გამოსაგლეჯად, ტაოკლარჯეთი უკვე ხომ მითვისებული ქონდა, ართვინი, არტანი, შავშეთი, ჩრდილი, ეს რა ქვია, ტბეთი, ესენი სულ ყველაფერი რა, ხახული ეს ჩვენი ქართველების ისტორია საიდანაც მოდის და რამაც გრიგოლ ხანძთელის ხელით ნაშენები და ნაღვაწი ეს ხო ქონდათ უკვე მოგლეჯილი და უკვე ბათუმიც უნდა მიეგლიჯათ და გამოგლიჯა ხელიდან. საინტერესო არის თვითონ თურქ ოფიცერსა და თავად მაზნიაშვილს შორის საუბარი, როდესაც ალყაში მოაქცია, უთხრა ესეთი რაღაცა, რომ მომეცითო ერთი დღის საჭმელიო, თურქებმა უთხრეს და ქალაქს დავცლიო რა, გავიყვანე ჩემ ჯარსო და გამიშვიო და ერთი დღის საჭმელიო, რატო უნდა მოგცეო? ერთი დღის სავალ მანძილზე აპირებთ გაჩერებას, დაბანაკებას და ისევე კონტრშეტევის განხორციელებასო? ერთი კვირის მარაგ საჭმელს მოგცემო. სანამდეც ერთი კვირის მანძილზე გეყოფაო აქედან კისრის ტეხით გაიქეციო, რომ მადევარი რაზმი არ დაგადევნო და არ გაგწყვიტო გზაში და არ დაგინახო უახლოეს კილომეტრებზე, ანუ ერთი იგულისხმევდა ერთი 50-100 კილომეტრის მანძილზე დაბანაკებულიო და მისცა და ასე გამოგლიჯა აჭარა ხელიდან. ამ დროს ნოე ჟორდანია, სალომეს წინაპრები და ეს მოღალატეები ჩამჯდარი იყვნენ გემრიელად, მისისინებდნენ ევროპაში და მიქონდათ საქართველოს განძი. არა მარტო ოქროზოდები, მთელი ჩვენი საგანძური ეხლა რაცა ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის მუზეუმში და რაც მთელი ერის მონოპოლია მიქონდათ. საინტერესო არის შემდეგი პერიოდი. და მიყავდათ რაღაც ნაწილი იმ იუნკერების, ახალგაზრდა ბიჭებიც, რომლებიც გადაურჩენ ამ ყველაფერს რა და წაიყვანეს თან, ისიც დაცვად წაიყვანეს, თუ არა სულ ფეხებზე არ ეკიდათ იმათი ბედი. საინტერესო არის თავად შემდეგ აი ამ იუნკერების ბედიც, აი ქართველი იუნკერების ბედიც და ამათი მოღალატეებს ახლა ის რო აქვს, აგერ საფრანგეთში, ლევილში რო აქვს.
გაშლილი მამულები და ეს რო იყიდეს და საფლავზე ქვარო და საფლავის ქვაზე წარწერა რო გააკეთა რომ ვარ საქართველოს გულდამწვარი მამულიშვილი მისი აწმყოთი მომავალში მსურს გავიხარო საქართველოს ვარ ვიხირე თავისუფალი ფერფლად ქცეული დავენახოს მთელი სამყარო აი ამ სულ აძაღლებულს ამას არც ეკუთვნოდა ქართული მიწაზე დასაფლავება ის რაბერად შევარნაძეს არ ეკუთვნის და ამოსათხრელია და კი აგდია იქ სადაც აგდია საქმე რაში იყო წამოიღეს ეს ოქრო კარგად მოჯდნენ აქ დაიწყეს გულავის მაჭამა დროსტარეპა კეიფი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა რო უთხრა როდესაც ჩაიბარეს რომ თქვენო როგორ უკაცრავათო მაგრამ როგორ უნდა გაცხოვროთ ახლაო სახელმწიფოს ხარჯზე რომ შეგიფარეთო და ეს დევნილი ხელისუფლება ხარ ჩვენ თქვენიო რაში გჭირდებაო კაცი აი რა გვაქვს მთელი ხაზინა წამოღებული და აი ეს მაჭამაში უნდა გავატაროთო უნდა გავატაროთო ისო რა ქვიაო რა ჩვენი ცხოვრებაო და ასეც იყო ძალიან ტრაგიკულად დასრულდა თავად მაზნიაშვილის ბედიღბალი წითელმა არმიამ ამასაც არ წერენ ისტორიაში წითელმა არმიამ მიუხედავად იმისა რომ ჩამოვიდა ორჯონიკიძე და ასე უთხრა რომ ბავნებლობისთვისო რაზეც უნდაო დამეხვრიტეო აღარ დაგხრიტავთო რადგანაც ბათუმიო შეინარჩუნეო მათ შორის პირველი მოთხოვნა იყო მისი ის რომ არა თუ მე ჩემს ირგვლივ მებრძოლი ქართველი თეთრგვარდიელები თუ რა ვინც იყო მენშევიკები ამ მათ მიმართ არ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული და დანიშნეს შემდეგ ბოლშევიკებმა არ შეეხოთო მაგათო და დანიშნეს შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოს წითელი არმიის გენერლად ნუ ახლა საბჭოთა კავშირში მიდიოდა ნუ ამაზე საუბარიც არ შეიძლება ახლა ეს რო თქვა ეს როგორ ეს რანაირად ასე იყო ესა ისტორიული ფაქტი ის იყო საქართველოს გენერალი და ის ძალა რომელიც იცავდა საქართველოს იმ პერიოდში იმაც სამსახურში ჩადგა კრემლის და ვინმე სამსახურში კი არ ჩადგა იმ ჯარის ხელმძღვანელად რომელთან ერთადაც გაათავისუფლა აჭარა და გაოგნებული იყო აი მაზნიაშვილის ჩანაწერებში კარგად ჩანს რომ როდესაც მე ვნახეო თუ რამ ხელა შეიარაღება და რესურსი იყო საქართველოში ამ ხელა შეიარაღება და რესურსი იყო საქართველოში აი ამ საიარაღოებში დაწყობილი მეფის რუსული არმიის გაოგნებული ვიყავიო ჩვენო მთელ კავკასიას დავიპყრობდითო კაცო და ბუფერ შევქმნიდითო სხვათა შორის იყო საუბარი თავის დროზე რომ აზერბაიჯანი უნდა გაეთავისუფლებია საქართველოს კომუნისტებიდან რომ ბუფერი შეექმნა და თვითონ შიგნით ახლა უკვე საბჭოთა კავშირში 1000 რეპრესიები უბედურებები წავიდა და რა თქმა უნდა ახლა ვინ დაინდობდნენ ახლა ეჟოვის და ესენი დაინდობდნენ იმას რა ქვია მაზნიაშვილს და 1923 წელს ჯერ ირანში გაიქცა და მე ჩამოვიდა საფრანგეთში რომ მართლა არ ედგომებოდა იმ კაცს როდესაც ჩამოვიდა საფრანგეთში და კაცმა ნახა ეს გახრწნილი ეს გადაგვარებული ეს მენშევიკური მთავრობა როგორ სვამდა ჭამდა გულაობდა როგორ ინტრიგნობდნენ ერთმანეთს როგორ ხალატობდნენ თავში შემოირტყა ხელი აქ ორ ამისთვის წამოხვედითო და სხვათა შორის კითხვაც დაუსვა ქვეშო ბელძაღლებო აიო ელემენტარულს გეკითხებითო ამდენი შეიარაღება ამდენი მშრალი ულუფა ამდენი ტყვია წამალი იყო ამდენი უნიფორმა იყო რომლითაცო ლამის და 200,000 არმიის 200,000-იანი არმიის გამოყვება შეიძლებოდაო და ბრძოლის უნარიანი არმიის შექმნაოდა თქვენო რატო არ გვაძლევდით ამ ყველაფერს აწიო რომ მოვალთო მთავრობაშიო მაგ შეცდომასო აღარ გავიმეორებთო რაც მაშინ დაუშვით ადგა მერე და დაბრუნდა საქართველოში დავიდან პირველ ეტაპზე არავის ხელი არ უხლია მაზნიაშვილისთვის მაგრამ უკვე 30-იან წლებში როდესაც ეჟოვის და ტროცკის ინიციატივით დაიწყო მთელ საბჭოთა კავშირში რეპრესიები რა თქმა უნდა არავინ არ დაინდობდა და დააკავეს და დახვრიტეს ასე დამთავრდა აი ამ მართლა ქართველი კაცის მართლა თავდადებული ქართველი გმირის ბედი და არანაირი შთამომავლობა როგორც ვიცი ნაწილი დარჩა მაგრამ დღესდღეობით ნამყოფი ვარ მე კასპის რაიონში სასირეთში მის სახლ-მუზეუმში და შთამომავლობა როგორც მახსოვს აღარ აყავს ამ ადამიანს. სამაგეროდ ყავს სალომე ზურაბიშვილი, მოღალატე დებილი შთამომავალი, რომელიც დღეს პრეზიდენტად გვიზის თავზე.
აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია არის. აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია არის. ქართულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ელიტაში, აქაც მტრობა, აქაც ერთმანეთის ხარჯზე სხვადასხვა საელჩოებში სირბილი გადაკიდება, თუ ვინმე დამსახურებული ადამიანი არის ქართული არმიიდან დათხოვნა, მიზან მიმართულად არმიის დასუსტება და ისეთი არსებების, როგორც კორუფციული ქსელით, როგორც იზორია იყო და როგორც ესა რა ქვია ხიდაშელი და სხვა ეს ნაძირლები იყვნენ ქართული ჯარების ხელშიც იყო, რომელსაც გაათახსირეს ბოლომდე შეჭამეს და ყველაფერი და გაანადგურეს ყველანაირი საბრძოლო სული საქართველოში. და აი ერთი პიროვნება მეკითხებოდა დღეს რომ საზოგადოებაო ისო ქათიშული და დაჩლუნგებულიო არისო ძირითადიო მასაო რუსეთთან შეერთებაცო რომ მოხდესო მე მგონიო პრეტენზიაო აღარ იქნებაო საზოგადოებას რა ხდება ისიც არ იცისო საინტერესო არის ის რომ დღეს ჩვენ რო დაუკვირდეთ ხო დღეს ვითომ დამოუკიდებელი საქართველო ვითომ და აი ტიპა რა ამაზე ბევრად დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირში იყო საქართველო დარწმუნებული იყავით მაშინაც ჰქონდა კომუნისტური გერბი მაშინაც ჰქონდა კომუნისტური დროშა მაშინაც ჰქონდა კომუნისტური ჰიმნი მაგრამ დამოუკიდებლობიდან შორს ვიდექით ხო მაგრამ ყავდა ერთი ბატონი დღეს ახლა თუ ვიტყვით იმას რომ დროშა ჰიმნი და გერბი გაგვაჩნია ხო თუმცა ამ დროშასთან დაკავშირებითაც ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი და ისტორიაში არსად არაა დაფიქსირებული ფაქტი რომ აი რა საფრანგეთში ვნახე ზუსტად იდენტური დროშა უბრალოდ წითელ თეთრ ფერებში ჯვარი და წითელ ფერებში დროშა ანუ საპირისპირო ფერზე გერბი არასდროს არ ქონია საქართველოს ლომები საქართველოში არასდროს არ ყოფილა ლომებიანი გერბი საქართველოს არასდროს არ ქონია ჰიმნი რომელიც პლაგიატიზმი არის გადმოიმასქნე და რაც შეეხება დანარჩენს შემოკარგებო ახლა მართლა გეკითხებით რა ვინც ამ კითხვას მისვათ და ვინც ამ კითხვას შეერთებული არ ახართ რუსეთთან გინდა თურქეთთან აიღეთ ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტი ნებისმიერი სერიოზული ეკონომიკური ობიექტი რომელი არის ქართველიერის ხელში აბსოლუტურად ყველაფერი გადაცემულია რუსეთზე მეორე ნაწილი ბათუმი აჭარა გაყიდულია და გადაცემული არის თურქებზე და მე ამას ჰაერზე არ ვამბობ 2008 წლის უბედურებების დროს, ტრაგედიების დროს მოხდა ესეთი ფაქტი. აი ხო ვანო ბერაბიშვილი ბევრს ტყიპინებს. რატო არავინ არაფერს არ ეუბნება, მაინტერესებს რომ გაახსენოს ერთი ის ინტერვიუ, როდესაც ის ღიად ამბობდა, რომ თურქეთი მზად იყო რომ დაეკავებია აჭარა და დანარჩენი 100 კილომეტრის რადიუსი საქართველოსთან და იქ გადავბარგდებოდით და იქ გავაგრძელებდით ჩვენ ცხოვრებას. ეს ოფიციალური ინტერვიუ მაშინდელი სამაუწყებლო არ იყო, საინფორმაციო სააგენტო იყო პირველი, იმასთან აქვს ეს ღია ინტერვიუ და ეს არა ჰაერზე ნათქვამი, ერდოღანი თვითონ წარმომადგენელი გააგზავნა მოსკოვში 9 აგვისტოს და პირდაპირ შეთავაზა ის რომ თურქეთის მისი საზღვრიდან 100 კილომეტრის ბუფერს დაიკავებდა საქართველოსთან მიმართებაში და დანარჩენი ეს ახალციხე, ახალქალაქი, აჭარა, ქედა, ხულო, მთლიანად ბათუმი ეს გადავიდოდა თურქების შემადგენლობაში. რაზეც პუტინმა უარი განუცხადა. ახლა იმასაც არ ქონდა იმის თავი რომ თუ დაიპყრობდა, ბოლომდე უნდა დაიპყრო. და უარით გამოისტურეს მოსკოვიდან თურქეთის ერდოღანის წარგზავნილი ადამიანი. აი ეს რეალობა იყო მაშინაც. ახლა გადავხედოთ ახლა დღევანდელ მოცემულობას, ხო? რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ოკუპაციის დღეა ჩვენ ვერ ვამბობთ იმას, რომ იყო საბჭოთა ოკუპაცია და იყო თურქული ოკუპაცია, რომელმაც 33% ტერიტორია საქართველოსი მიიტაცა. ჩვენ ვერ ვბედავთ იმას და მე ვარ აგერ პირდაპირ ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ ბათუმში ელემენტარულად ბათუმის გათავისუფლების 100 წლისთავი და დიდგორობის 900 წლისთავი აღნიშნული და დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც კანონითაა მიღებული, უნდა დაიდგას, დავდგა. ამის უფლება არ გაგვაჩნია. ამას ვერ ულაპარაკობთ. გამოდის ჩვენი ძმა ერდოღანი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მაგნაირი ძმა არ მოუშალოს ღმერთმა, ვისაც უნდა.
და ღიათ ლექს კითხულობს გულ დამდუღრულ ლექს ახალციხის საფაშოზე და მესხეთზე, რომელსაც 400 წელი სისხლს წოვდა. ერთი საპროტესტო ნოტა არ ითქმება. ვერავინ ამას ვერ ამბობს. ნუ ახლა გორობის აღნიშვნაზე ზედმეტი არის ხო საუბარი. ოფიციალურად შედის თურქეთის საგანმანათლებლო უწყებებში, ანუ მე-10 კლასის თურქეთის წიგნში, რომ 1918 წელს ზუსტად აი ეს ბრძოლა, 17 მარტის ბრძოლა, რომ ეს იყო თურქული მიწების ოკუპაცია, რომ ბათუმი ეს იყო თურქეთის ნაწილი და საქართველოს მიიტაცა. და ოფიციალურად დევს ეს და ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს. ნუ ახლა რუსეთს რაღა უნდა ვთქვა, აფხაზეთ სამაჩაბლო ისეც აქ წაღებული, დანარჩენში კიდე რა გავლენები აქვს ასეა. დანარჩენი ქართველები ვართ 100 ჯერ მეტად, ერთმანეთზე დარეული, ერთმანეთის ჭამას მიმდგარი, ერთმანეთის შეურაცხყოფას, ერთმანეთის სიძულვილს, ერთმანეთის ზიზღს 10 ჯერ და 100 ჯერ მეტად ვიდრე იყო მაშინ. აი ამ რეალობის საქართველოში გვიწევს დღეს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, ილესავენ კბილებს და ნამდვილად არ გაჩერდებიან საჭირო მომენტი, როდესაც მიეცემათ. საჭირო მომენტი იყო, ახლა მინდა ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი. თურქეთი ისტორიულად, მე კაცო, ჩემთვის უბრალოდ გენეტიკური მტერია, ეგერი და ეგ ქვეყანა თუ არა. აკვიატება კი არა მაქვს თურქეთის 12 მილიონიდან დაგიყვანა 700,000, ხო, ამდენს ვერ ხვდები? მაგრამ არასდროს არ შეუწყვეტია თურქეთს საქართველოს დაპყრობის და საქართველოს განსაკუთრებით იმ ნაწილების, სადაც ბოგინობდა 300 და 400 წელი იმ ტერიტორიების მიტაცების სურვილი. ძალიან საინტერესო მომენტი არის 1943 წლის პერიოდი, როდესაც თურქეთს, რომელსაც ეჭირა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი და არ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სინამდვილეში იყო საიდუმლო მოკავშირე გერმანიის და როდესაც კავკასიის ფრონტს მოადგნენ ფაშისტები და როდესაც სტალინგრადის ბრძოლა მიდიოდა, იმიტომ რომ სტალინგრადის ბრძოლას თუ გადატეხავდნენ ფაშისტები და ავტომატურად ხდებოდა სამხრეთის ოლქების მიტაცება. იმიტომ რომ ყოველგვარი მართვის და მომარაგების გარეშე რჩებოდა, პრაქტიკულად საბჭოთა კავშირს გაწყვეტდნენ წელში. ზუსტად აი ამ მომენტში თურქეთმა დაიწყო მილიონიანი არმიის მოყენება აჭარასთან, ახალციხესთან, სამცხესთან და აი ამ საზღვრებზე და განლაგება დაიწყო. ამისი ელოდებოდა მომენტს, რომ თუ კი მოხდებოდა საბჭოთა კავშირის დამარცხება, პირველს უნდა დაესო კბილი საქართველოსთვის. ახლა რაც შეეხება შემდეგ რა მოხდა. საინტერესო მომენტი არის ის, რომ ეს ძალიან კარგად იცოდა სტალინმა, დღეს რო აბრალებენ სტალინმა გააჩუქავენ მიწები, სისულელია და იდიოტიზმია, ესა ლენინის და ათათურქის შეთანხმება, სტალინი მაგას არაფერს არ წარმოადგენდა იქ, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდა. შემოგევლეთ ისტორიაზე ვისაუბროთ და გამოსავალზე და რამეზე მე თქვათ ორი სიტყვა. ამ პერიოდში ხდება ესეთი მომენტი, რომ სტალინმა ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი, იცოდა რომ თურქების ამათი მოსვენება არ იქნებოდა 44 წლის იალტის კონფერენციაზე პირდაპირ მოთხოვა ჩერჩილს და რუზველტს, რომ როდესაც დამთავრდება ეს ომი, თურქეთმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს და ოფიციალურად წარუდგინა ტერიტორიული პრეტენზიები 1945 წელს უკვე გაეროში. ეს ითვალისწინებდა არა თუ ამ გადაცემულ ტერიტორიებს, რომელი გადაცემული ტერიტორიებიც იყო ყარსის ხელშეკრულებით, ასევე ითხოვდა სომხეთის ტერიტორიებს, ასევე ტრაპიზუნამდე იყო მოთხოვნა, ზუსტად სადაც სანამდეც საქართველოს ითვლებოდა და ასევე ითხოვდა ბოსფორზე კონტროლის დამყარებას. რაც რა თქმა უნდა თურქებმა უარი განაცხადეს, ატყდა ერთი ისტერიკა და ტრუმენმა პირდაპირ გამოუცხადა სტალინს ის, რომ ასეთ შემთხვევაში მათ გააჩნდათ ბირთვული ბომბი და ბირთვული ბომბის მეშვეობით დაბომბავდნენ საბჭოთა კავშირს. არსებობდა ესეთი გეგმა,
რომელსაც drop shot-ი ინგლისურად ესეთი კატუშკა, ესე რომ ვთქვათ. არ ვიცი ხა რა ქვია ზუსტად, მომიტევეთ ამ ინგლისურ-რუსული სიტყვისთვის. რომელშიც შედიოდა საბჭოთა კავშირის 20 დიდი ქალაქის, მათ შორის თბილისის დაბომბვა ბირთვული ბომბებით და იძულებული გახდა სტალინი, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელიც უნდა დაწყებულიყო თურქეთის წინააღმდეგ, ვერ დაიწყო აი ამის გამო. თავი მოიკლეს და შეათრიეს ნატოში თურქეთი და დაიცვეს ბოლომდე. ასე რომ დღეს რო იძახით, რომ ვაიმე და სტალინმა გააჩვენა, სტალინი ისტორია ისწავლეთ, ელემენტარული. ის რომ დღევანდელი დღე არის ოკუპაციის დღე და არაფერი შუაში არ არის აქ ესა რა ქვია მარტო ერთი ქვეყანა აქ არის სრულიად შეთქმულება საქართველოს მიმართებაში, იგივე ევროპიდან, იგივე თურქეთიდან, იგივე რუსეთიდან. ეხლა რა შეეხება აი ამისთვის როგორ ემზადებოდა იმ პერიოდისთვის საბჭოთა კავშირი და სტალინი. ზუსტად მაზნიაშვილის ერთ-ერთი ეპიზოდი არის, როდესაც 1919 წელი არის, თუ არ მეშლება, როდესაც თურქები შემოიჭრებიან ახალციხეში და ახალ ქალაქში, დღეს რო იძახიან, აი თურქი მესხები გადასახლებულები არიან და ასე შემდეგ. ზუსტად რო ადგილობრივმა მოსახლეობამ 1919 წელს მხარი დაუჭირა ოსმალურ არმიას და მოხდა იქ ქართველების ხოცვა-ჟლე და ქრისტიანების მართლმადიდებლების და არა მარტო ქართველების, სხვათა შორის დუხაბორები ცხოვრობდნენ, რუსები, მათი რუსი სექტანტები იყვნენ, მათი ამოჟლეტაც მოხდა. და მაშინ გამოაჩინა ზუსტად იმ ეგრეთ წოდებულმა თურქმა მესხებმა ის, რაზეც მომავალში თურქეთი აქცენტირებდა და დღესაც ითხოვს საქართველოში თურქი მესხების დაბრუნებას და აი ამას ხელი მოაწერა ლანა ღოღობერიძემ და კიდე სხვა ჟვანიამ და სხვა მოღალატეებმა სხვათა შორის საქართველოში დაბრუნების ვალდებულება აიღეს. გადარეული იყო ცხონებული მაშინ შარაძე, რომელიც ამბობდა, რომ ეს რა უბედურებაში გაყავითო თავიო, თქვენ მოღალატეებო. და ზუსტად რომ სტალინმა გაითვალისწინა ეს ფაქტი და 1944 წელს რეპრესიებიო რო წევიან და კივიან, ჩამოუარეს ყველა ახალციხე, ახალქალაქის სამცხეში მცხოვრებ აბსოლუტურად ყველა თურქ მესხს, ჯერ როგორ შეიძლება თურქი მესხი იყო, ხო? ან თურქი ხარ, ან მესხი ხარ, მესხი თუ ხარ, ქართველი ხარ. აბსოლუტურად ყველას მისცეს ბლანკები. ვინ ხართ? რა თვლით თქვენ ქვეყანას? თქვენ სარწმუნოებასაც უთითებდნენ, რა თქმა უნდა. სარწმუნოება და თქვენი სამშობლო. ვინც ჩაწერა, რომ ისინი თავს თვლიდნენ თურქად და მათი სამშობლო იყო თურქეთი, მეორე დღეს მოადგა ინკავედეს ხალხი და ყველა შეყარეს ეშელონებზე და დაასახლეს ფერგანაში. იმიტომ რომ, როდესაც დაამთავრდებოდა და ომი გერმანიასთან, ეგრევე უნდა მოთხოვნოდა პასუხი თურქეთს. და ზუსტად ეს მოსახლეობა არანაირად არ ჭირდებოდათ იქ, რომელიც საკუთარ სამშობლოდ თვლიდა თურქეთს. აი ეს არის რეალური ისტორია. რომელზე ლაპარაკიც დღეს საქართველოში არის აკრძალული და საქართველო არის ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა. აი ფორმალობაა ეს ყველაფერი. როდესაც ქვეყანაში დაგიჭერენ იმის გამო, რომ შენ ყველაზე შენი დიდი გამარჯვების აღნიშვნა გინდა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ფრანგებს აუგზავნოთ ბასტილი ან აუსტერლიცის აღნიშვნის დღე, ხო? ან ინგლისელებს აუგზავნო ვატერლოუ, ან რუსებს აუგზავნო ბოროდინო და თუნდაც იგივე ოსმალებს თუნდაც აუგზავნო მანასკერტის ბრძოლის აღნიშვნა, ხო? როდესაც შენი უშიშროება, შენი ქვეყნის უშიშროება დაგიბარებს, დაგკითხავს და საქმეში, აღძრულ საქმეში მოგიხსენიებს ერთ-ერთ ფიგურანტად იმის გამო, რომ შენ გაქვს სურვილი, რომ შენი დავით გარეჯი არ იქნას ვინმეზე გადაცემული და ამაზე 4 საათი დაგკითხავს. ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი, სხვაზე არ ვლაპარაკობ მე. 4 საათი დაგკითხავს ქართული უშიშროება იმის გამო, რომ შენ გინდოდა თუ არა ეთნიკური შუღლის გაღვივება და მიზეზად უბრალოდ ერთ რაღაცას მოგიძებნიან სიტყვა თათარი რატო ახსენე. ხო?
ნუ ახლა რომელ დამოუკიდებლობაზეა შემოკარგებული ლაპარაკი და რომელ საერთოდ სახელმწიფოზეა საუბარი. და მთელი ერი გადაყვება ნაცების და კოცების ჭორიკნობას. ეს არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც სრულად არის კონტროლირებადი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ. მოღალატეები, აი იციან მერე თქმა, აიო ჩვენო, აი ყველა კარგი ქართველიო ჩვენი ხელით მოვკალითო. რა ცუდი ერი ვართ. ერთს რო დაუკვირდები ხო, საერთო ჯამში ღალატი საერთოდ მოდგამს. ჩვენ ისტორიას ღალატი არის გენეტიკურად ბევრში გამჯდა. მაგრამ საინტერესო რაშია საქმე, იცი? აი ჩვენი ხელით რომ მოვკალით, რო ვამბობთ. ჩვენი ხელით კი არ მოვკალით. საქართველოში არსებული ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რომელზეც ახლა დღეს იძახიან, რომ გასვიაო აგენტების შესახებო კანონი უნდა მიიღოთ. ჯერა კანონი უნდა მიიღო, რა უპატრონოება ეს ერთი, მაგრამ რაშია საქმე? ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ შარაძე, რომელიც მიუღებელი იყო ამერიკელებისთვის, მიუღებელი იყო თურქებისთვის, მიუღებელი იყო რუსებისთვის, მიუღებელი იყო მათი ორგანიზაციებისთვის, ხო? მათ მონახეს საშუალება მოღალატე ხელისუფალის დახმარებით და მოკლეს კაცი. ზუსტად ესე იყო გაბატონებული მაშინაც ესა რა ქვია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. და იგივე გლობალისტური ძალა, როგორც იყო ეს ქვეწარმავალი, სულ აძაღლებული ეს ჟორდანია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო ილიას მკვლელობაში. ზუსტად ესეთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყო გაბატონებული საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს, რომელთა დავალებას წარმოადგენდა პირდაპირ ის, რომ მოეკლათ ჯერ მერაბ კოსტავა და შემდეგ ზვიადგამსახური. და სასიამოვნო იქნებოდა თუ ეს გაკეთდებოდა ქართველების ხელით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველო არ გახდეს რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ არ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ არ ვიყოთ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ნებისმიერი, ვიყოთ გათურქებული საქართველო, მისაღებია თურქებისთვის, ვიყოთ გარუსებული საქართველო, მისაღებია რუსებისთვის, ვიყოთ რაღაცა ტრანსნაციონალური გლობალისტური საქართველო, მისაღებია დასავლეთისთვის. აი ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და საერთოდ ძალიან მარტივია ყველაფერი რა. რატო ხარ სუსტი? სუსტი ხარ და გერევა. დამპყრობელია მოდის და გიფრობს. სუსტი რო ხარ, სისუსტე იზიდავს აგრესიას. აბა ვიყოთ ისრაელი ძლიერი სახელმწიფო. აბა ერთ ვინმეს თუ ექნება სურვილი ცხვირი შემოყოს. პირიქით, ყველას ექნება სურვილი გვემეგობროს, ყველას ექნება სურვილი რომ ჩვენთან ითანამშრომლოს, როგორც იყო აღმაშენებლის პერიოდში, ხო? ეს ყვასი იყო აღმაშენებლის პერიოდში, რომ ფრანგი ჯვაროსნები ჩამოდიოდნენ და ქართველებთან ერთად იბრძოდნენ და ყველა ცდილობდა, რომ ძლიერს დაახლოვებოდა. არავინ საკუთარი თავის საზიანოდ შენთან არ იმეგობრებს პოლიტიკაში, ესეთი იდიოტიზმი მხოლოდ მოღალატე ქართველებს შეუძლიათ გააკეთონ, რომ მთელი თავისი ერი და ნუ ახლა კიდე აგერ უკრაინაში მაგალითად გამოსულა არესტოვიჩი და უთქვია, რომ ესო აქამდე აქებდა და ადიდებდა დასავლეთს და ამერიკას და ახლა იძახის, რომ თურმე ისო რა ქვია, ამერიკასო ჩვენი ქვეყნის დაქცევა უნდაო, გაყოფა უნდაო, ზოგის იქეთ წაღება უნდაო, ზოგს რუსეთზე გადაბარება. მოღალატე შეუძლია მხოლოდ საკუთარი ერის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმეგობროს სხვა ნებისმიერ სახელმწიფოსთან. ასე იქცეოდა ჟორდანია, ასე იქცეოდა შევარდნაძე, ასე იქცეოდა სააკოვი, ასე იქცევიან ესენი და გავა დრო, აი წარმოიდგინეთ ახლა რომ ვაფასებთ ხო ამ ყველაფერს. გავა დრო და აი ამ ივანიშვილის მმართველობის პერიოდსაც შეაფასებს ერი. ჩვენ დიდი ერი ვართ, 3000 წლიანი დაწერილი ისტორია გვაქვს, მარტო აღარაფერს ვამბობ. შეაფასებს ერი და დღეს რო ხართ უბრალოდ ფულზე დამონებული და აი ეს მონური ფსიქოლოგიით შეპყრობილი ადამიანები, რომ ვაიმე ბიძინა გადამრჩენელი და ეს და ეს. რას უკეთებს ის? თქვენ შვილებს რას უტოვებს? როგორ საქართველოს უტოვებს? აი ესეთ საქართველოს უტოვებს, შემოკარგებო, სადაც დიდგორობას ვერ აღნიშნავ. სადაც ისტორიულად ვერ იტყვი შენი მტერი ვინ იყო და დამპყრობელი ვინ იყო და უფრო მეტიც, ხრესილის ბრძოლის მონუმენტზე ამოღებული არის, ვისაც გახსოვთ ჩემი ვიდეო მქონდა იქ კულტურის მინისტრ ჭულუკიანს. ამოღებული იყო ხო თურქეთი გადაშლილია და მე ეს პიტალო ეს აქვია მას
ალეკო გისმენ თუ რა რა ეს შიბაკი ეს იმასთან იყო მისული და ხრესილის ბრძოლის ის ჩაწერა ვითომ გადაცემა და ამ თვალდაფსებულმა იმას ვერ შეხედა თურქი რო იყო წასვლიდან ისე ღიად როა გადაშლილი ის ყველაფერი რო ასე უხეშად ელემენტარული ფილა მაინც გამოეცვალათ ხო და ის ვერ დაინახა და ქართველების რაღაცა გმირობაზე მიდის ლაპარაკი და ეწირება ეს ჩვენი ერი უაზროუმებს ხან აფხაზეთში, ხან სამაჩაბლოში, ხან ავღანეთში, ხან ერაყში, ხან კოსოვოში, ხან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და გადებულია საქართველოს მოღალატეების ხელში. ამიტომ ვამბობ, თქვენ ხართ უბრალოდ მოღალატეები და მეტი არაფერი. მე იციან თქვა რომ აი ძალიან ისახარო, ხისტი ხარო და ძალიან ისო კაცო ნამუხვან ჰესზე მე სიზმარი და ის კი არ მქონდა ნანახი, როდესაც ან ცუდ ხასიათზე კი არ ვიყავი და ეს თურნავას და ემათი კაცო დავითაშვილის ის კი არ მქონდა სიძულვილი. საქციელი მაგათი იყო მოღალატეობრივი. ასოც ლარად გაყიდეს ნამუხვანი და დაცალეს ხეობა და უნდა ხალხის სოფლების დაძირვა და იქ ჰესი საშენებლად ამას გვია მამას აკეთებს მოღალატე და ვეკითხები რომ 500 სოფელი დაიცალა შენი მმართველობის პერიოდში. და შენ იყავი სოფლის მეურნეობის მინისტრი. პასუხი არაფერზე არ აგებ და თან თურქებს აძლევს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ესა გაბატონებული გავლენები საქართველოში, ესეთი დაპყრობის მეთოდი აქვს. მაგასთან დაკავშირებითაც ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ თურქეთი, რომელიც იყო ჩვენი გენეტიკური მტერი და არასდროს არ მოხდება მაგის შეცვლა, იმიტომ ეს სხვა ცივილიზაცია, სხვა ერი არის და მან ასიმილაცია უნდა გაგიკეთოს იმისთვის, რომ თვითონ იყოს კარგად, და უნდა დაგიპყროს და გაგანადგუროს. ეს ეგრე არის რა. ბლური კანონია პოლიტიკაში, ჯუნგლის კანონი ტრიალებს. სხვათა შორის ტაოკლარჯეთში ქართველების პრობლემა ზუსტად მზაკრული პოლიტიკით მოაგვარეს. აყარეს ტაოკლარჯეთში თუ სადმე იყო ქართველობა, ქართული სოფლები, გადაასახლეს შუა თურქეთში და ჰესები ააშენეს თურქებმა. უზარმაზარი ჰესები ართვინის პროვინციიდან მოყოლებული იქეთკენ. და უამრავი ჩვენი კოშკი, ეკლესია ეს ყველაფერი დაიძირა. ამის თქმა ახლა დღეს თურქოფობია. ალბათ გამომჭიმავენ ახლა კიდე ერთხელ იმაში რა ქვია მითების დეტექტორზე, სადაც კინწურაშვილი ნაძირალა ქვეწარმავალი აქ აწვდი და პირდაპირ გასაუბრებაზე რომ ესაუბრებოდა თავიდან ბოლომდე ედო მითების დეტექტორის ჩემი ფობიური რაღაც ამათ ხო ფობიები აქვს განცხად თურქოფობიური მოძალადეობრივი ფობიური ისინი გადაცემული და გეგონებოდა რომ ეს რა ქვია ელაპარაკებოდი ორგანიზაცია უკაცრავად მანდილოსნებთან ფუჩუს წარმომადგენელს ან სოროსის იმას რა ქვია საიას ან მაიას ან იმას რა ქვია აი ესა სოფლიო გლობალური ჭირია და ეს ჭირი ანადგურებს ჩვენ ქვეყანას. მოკლედ ამის თქმა მინდოდა ეხლა თუ ვინმეს კითხვა გაგაჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრძანეთ ბატონო, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. რაც ეხება ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. რაც მოგივა დავითაო საერთოდ ქართველებს ესეთი ისაკო. ყველა შენი თავითაო და ეს მოგვივიდა და დღესაც რაც ისტორიას როდესაც არ სწავლობ და არ იცი წარსულში რა მოხდა. აუცილებლად გამეორდება და ძალიან ცუდად გამეორდება. უამრავი ფაქტი არის ისტორიაში, რომ ანალოგიურად განმეორებულა ის თუ რაც მომხდარა დღეს. აუცილებლად, იმიტომ რომ არ გაითვალისწინეს ისტორიის გაკვეთილები. ჩვენ საერთოდ არაფრის გაკვეთილები არ გავითვალისწინეთ რა. აი დასვით კითხვები თუ ვინმეს გაქვთ სურვილი აი თემომ წერს რომ ერთი კაცი ყოფნიო ამ პოლიტიკოსებსო გადასამტერებლად. თემო რაში არის საქმე იცი ჩემო კარგო ადამიანო მე ვიცი შენ გულანთებული ბიჭი ხარ სამშობლო გიყვარს არც ერთ პარტიას არ ეკუთვნი არსაიდან ფულს დაფინანსებას შენ არ იღებ და აი თუნდაც შენი მაგალითი ერთ-ერთი მაგალითი იმისი რომ დარბი ხარ ახალგაზრდა ბიჭი და ხელის მოწერებს ითხოვ იმისთვის რომ საქართველოში რელიგია ისწავლებოდეს და თავდაცვა ისწავლებოდეს ქართულ სკოლაში ხო და არ ვიცი სად არიან ეს ეგრეთ წოდებული ეროვნულები სად არის ეკლესიის წარმომადგენლები რაში ჭირდება რატო უნდა დარბოდეს ერთი ქართველი ბიჭი ესა რა ქვია
თემო ბოკელავაძე, რა თქმა უნდა, მისი ხარჯებით და არანაირი სხვა ინტერესით, რომ ხელმოწერები შეაგროვოს და რო შეაგროვებს ხელმოწერებს და პარლამენტში შეიტანს. იქ რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაამტკიცებს. მე ეს წინასწარ ვიცი. გეუბნები უბრალოდ, რომ გული არ გაიტეხო მომავალში არ გგონია იმას რომ შენ ახლა 40,000 100,000 ხელმოწერა რო შეიტანო, მაინც არაფერი არ იმოქმედებს მაგაზე. ნუ გამოსავალი ყოველთვის არის ქალბატონო თამარ, მე მისაუბრია მაგ საკითხთან დაკავშირებით, მე გამოსავალს როგორ ხედავ, რა არის, ახლა უცებ ვერ ჩამოვაყალიბებ მაგ ყველაფერს. გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთ რაღაცაში, ქვეყანა ეს ცხონებულ ზვიად გამსახურდიას უთხრეს. ცხონებულ ზვიად გამსახურდიას უთხრეს, რომ ესო აიო პანაცია ჰქონდათო, რომ ეროვნული სახელმწიფო აგეშენებიათო. ხო შეიძლება და ყოფილიყო ლიბერალურიო, რაღაცა სხვანაირი ესეთი. იო, პანაცია მქონდაო, იმიტომ რომ ქართველიერი ან იქნება ეროვნული სახელმწიფოში და იქნება ამოსუნთქული და გალაღებულიო, ან ის უბრალოდ ვერ იარსებებსო და ზუსტად აი ამას ვხედავთ ჩვენ გას ტრანსნაციონალური სახელმწიფო გვაქვს და ვერანაირად ქვეყანა ვერ ვითარდება და ნამდვილად ვერ იქნება სხვანაირი საქართველოს ფეხზე დამდგარი. ყველა ერს აქვს რაღაცა თავისი, რაზეც ხდება მისი განვითარება, მისი გენის განვითარება და სახელმწიფოების აწყობა. ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება, კავკასიაში ჩვენი როლის დაბრუნება და ასე შემდეგ. ერთადერთი ეს არის ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა, მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო, რომელშიც იქნება ტრადიციები ჩვენი ქვეყნის დაცული და ექნება ისტორია გათვალისწინებული, რაც მოხდა. ალექსანდრე მეკითხება, რატომ გადაასახლა სტალინმა ჩეჩნები და ინგუშები, თქვენი აზრი მაინტერესებს ერმილია. ნუ მართალია ეს დღევანდელ ჩვენ თემას ნაწილობრივ ეხება, იგივე თურქმენსხებთან დაკავშირებით მე რაზეც ვისაუბრე. მე ვიტყვი იმას, როგორც რა ინფორმაციაც მე მაქვს, რაც ვიცი, თუ რა იყო ამ ყველაფერში ჩადებული. პირველი იყო ის, რომ ჩეჩნები და ინგუშები დაღესტნელები არ გადაუსახლებია მაგალითად. მაქსიმალურად ცდილობდნენ თავი აერიდებიათ ომისთვის და არ მიეღოთ ამ ომში მონაწილეობა და გულშემატკივრობდნენ პირიქით ჰიტლერს. არსებობდა იქეთ ამ ხრიდანაც კავკასიური ბატალიონები, მათ შორის ქართული ბატალიონიც არსებობდა, რომლებსაც ჰქონდათ მოსახლეობასთან კავშირები დამყარებული საქართველოში, პროკლამაციებს ავრცელებდნენ, რომ თუ ისინი შემოვიდნენ კავკასიაში და შემოვიდა და ვერმახტის ჯარები, ისინი მიიღებდნენ დამოუკიდებლობას. აი ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩეჩნებს და ინგუშებს თავი აერიდებიათ. ასევე იყო მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ასევე სარწმუნოებას, რომ ისინი შეიძლება გამხდარიყვნენ, როგორც იყო ოდითგანვე, იგივე დაღესტანი ლეკები, ხო? კუდგადაფსკვნელები იყვნენ ისტორიულად ოსმალეთთან. აი ომარ ხანი იყო, მე მგონი ავარიის თუ ხუნძახის ხანი იყო, რომელმაც სისხლი გაუშრო ერეკლეს, გამოიარა, დააქცია ლორი ალავერდი გაასწორა მიწასთან და ახალციხეში შეძრა, შემდეგ ახალციხის ფაშას შეეკრა იქ და ჩაეხუტა, ასე გაითარეშა, ბრძოლით გაიარა საქართველო. ამიტომ ფიქრობდნენ, მაგ შემთხვევაშიც ფიქრობდა, იზღვევდა თავს, რომ ეს ხალხი არ იქნებოდა საბჭოთა კავშირის, რა თქმა უნდა, მომხრე და მით უმეტეს თურქები, რომლებიც ისტორიულად იყვნენ მოკავშირეები ჩრდილო კავკასიის სარწმუნოებიდან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. აი ამის გამო. მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში, ასე წამიკითხია, ასე გამიაზრებია მათი საქციელი. ნუ ამ საქციელის ახსნა. ავით შემოკარგება, მე მგონი მეტი კითხვები არ არსებობს. აი ბატონი ზურა ამბობს, რომ სამღვდელოებიდან უნდა გაიწმინდოს 1 ჯულის კანონი პირველ რიგში. ეს ჩემი და თქვენი ზურა მარტო სურვილი არაა, ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა ასე, იმიტომ რომ ქართველი ერისთვის სულიერება, ჩვენ არ ვართ რაღაცა ეს რა ქვია, ტაილანდი და არა ვართ სინგაპური და ის რომ ესეთი რწმენასთან დამოკიდებულება გქონდეს ისეთი როგორც იმათ აქვთ. თუ
არ მოხდა რუის ურბნისი და თუ არ მოხდა ერის სულიერი გაჯანსაღება და მართლმადიდებლობის გაჯანსაღება, ვერანაირად სახელმწიფო ვერ გაჯანსაღდება. ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი. კი ბატონო, გეთანხმები, ორივე ხელით გეთანხმები ამ ყველაფერში. თუ ადამიანს სული აქვს დაბინძურებული, თუ ადამიანს გონება აქვს გარყვნილი და გადაგვარებული, ხორციელად ტვინი მართავს ყველაფერს და სულიერება მართავს. ხო, ყველა თავისი მორალის შესაბამისად მოქმედებს. აი ეს ამორალური ადამიანები არასდროს არ წავლიან ომში. აი თქვენ ხედავთ, ხო? რომლებსაც არც ღმერთი წამთ, არც ქვეყანა უყვართ, არც ტრადიციით არიან აღზრდილი და არც ისინი არასდროს აი დაგვერდით აგერ კიდე აფხაზეთის ომში წავიდა რომელიმე მაგ ვისაც ხედავთ ტელევიზიაში და პარლამენტში და მე წამოვლაკულებს ცნობად სახეებს და სამაჩაბლოს ომში წავიდა ვინმე თუნდაც ახლა რო წივიან და კევიან აგერ გამოსული რო იყვნენ და მინდა ორი სიტყვით ამას შევეხო და ცივილკივილი ქონდათ გუშინ ახლა ატეხილი რუსთაველზე და სლავა უკრაინე და იჭრიდნენ ვენებს წად მე ბიძი ეგერა ან ეს რადონის სამარცხვინო და სასაცილო არის ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა კაცები უკრაინელები მოდებული აქვს 8 მილიონი არის მოდებული ევროპაში. ახალგაზრდა ბიჭები ომი მიდის მათ ქვეყანაში და აქ ჩამოდიან და თბილისში აპროტესტებენ იმას, რა ქვია, რუსულ ოკუპაციას იმაში უკრაინაში. ხო, ახლა აი ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ეთმობოდა ალენდალესის დოქტრინაში მომავალი თაობის აღზრდა მოწამლა უნდა მოხდარიყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ ინტერნაციონალისტები. რასაც დღეს გვაძალებენ. რომ ჩვენ ვართ მსოფლიო მოქალაქეები, ღმერთი არ არსებობს და არსებობს ადამიანის უფლებები, რწმენა თუ არსებობს და არის მარტო რიტუალების დონეზე დასული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი ეს არის მათი. ნესტორ, ჩემო კარგო, მე მაქვს მაგაზე გადაცემა მიძღვნილი, ამიტომ გულს არ დაგწყვიტავ და ლაივს როდესაც დავასრულებ, რა გვეშველება, აუცილებლად ჩაგიგდებ მაგ ვიდეოს და ნახე YouTube-ის არხზე მიდევს. დასასრულს მინდა კიდე ერთხელ თქვა, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, იმიტომ აუცილებლად იქნება რამენაირად ამ დაბლოკებს, ახლა ჩემი პირადი გვერდები ორივე დაბლოკილი არის, აქ-ამაკ დარჩენილი და თუ გამოიწერთ YouTube-ის არხს, შეიძლება იმ წუთში არა, მაგრამ შემდეგში ლაივებს იქ დავდო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო ამ ყველაფერზე. თუ არა, გვადნება ჩვენ 1921 წლის შემდეგ გვადნება ხელში საქართველო. დავკარგეთ დაუკლარჯეთი, დავკარგეთ საინგილო, დავკარგეთ ლორე, დაიკარგა სოჭის ოლქი, დაიკარგა აფხაზეთი, დაიკარგა სამაჩაბლო და ნელ-ნელა პატარავდებით. სად ვიყავი, ჩემო კარგო და იქ ვიყავი, სადაც უნდა ყოფილიყავი. შეიარაღებულ ძალებში მსახურობდი და მონაწილეობდი 2008 წლის ომში. ისე როგორც დამავალა გენერალურმა შტაბმა და რა ბრძანებებიც მქონდა მიღება. აი იქ ვიყავი. თუ მე მეკითხებით, მეკცემთ პასუხს. დაგაკმაყოფილად პასუხი? თუ არ დაგაკმაყოფილად, რა ვიცი, რა გითხრათ მე. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.